რომ ღმერთს ძალიან დიდი გეგმები აქვს და მოწოდება აქვს ამ ჩვენი კონკრეტული ეკლესიისთვის. Потому что Бог имеет большие планы и призвания конкретно для нашей церкви. და შემთხვევით არაფერი არ ხდება. И ничего не происходит случайно. ამენ. Аминь. მე მინდა ერთი ადგილი წავიკითხოთ წერილიდან Я хочу, чтобы мы прочитали одно და местописание, შემდგომ გაგანდობთ თუ რაზე ვიქადაგებთ დღევანდელ დღეს. и потом я уже скажу вам, о чем буду проповедовать сегодня. კარგი იქნება თუ გავავშკევთ მარკოზის სახარების 1:33. Давайте посмотрим Марка, 1 глава, 33 стих. მარკოზის სახარება პირველი თავის 33 მუხლიდან. Евангелие от Марка, 1 глава, с 33 стиха. როგორც ყოველთვის დღეს ძალიან ბევრს წავიკითხავთ სახარებიდან. Как всегда, мы сегодня много будем читать из თუ სახში Евангелия. არ ვკითხულობთ, აქ მაინც წავიკითხავთ. Если дома не читаете, здесь хоть прочтете. ჯობია სახარებამ გიხადაგოს. Лучше, чтобы Евангелие нам მე უბრალოდ проповедовало. აზრებს მოგაწვდით ხოლმე წინა წერილიდან გამომდინარე. Я просто буду подавать вам мысли из Святого Писания. ასეთი რამ წერია მარკოზის 1:33-ში. И написано так. 33 თელი стихи. ქალაქი შეიკრიბა კართან. И весь город собрался к дверям. თელი ქალაქი. Весь город. თელი ქალაქი ნიშნავს თელ ქალაქის მაცხოვრებლებს. Весь город означает жителей всего города. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ათასი არის. Не имеет значения, сколько тысяч. წმინდა წერილი ამბობს რომ თელი ქალაქი Святое Писание говорит, что весь город, რაღაც მოვლენა მოხდა. какое-то явление რაღაც произошло, какое-то საინტერესო პროცესები событие, იყო. какие-то интересные процессы რითაც происходили. თელი ქალაქი დაინტერესდა. Из-за чего весь город ეს იმას собрался. ნიშნავს რომ არ დარჩა სახში არავინ. И это означает, что никого в доме не არც осталось. დიდი, არც პატარა, არც ხანდაზმული, ყველა ერთ კართან იყო Ни შეკრებილი. молодых, ни детей, ни стариков. და Все. დღევანდელ შემხადაგებასაც ქვია ძვირფასებო. И также моя проповедь называется კართან შეკრებილი ქალაქი. «Город, собранный у дверей». კართან შეკრებილი ქალაქი. Город, собранный у дверей. რა არის აი ამ ისტორიაში ვიდრე გავშვიდე და ცოტა უფრო 39 მუხლიდან დავიწყებდეთ ნენელა კითხვას. Что же мы можем найти в этих стихах? Прежде чем мы начнем читать с 29 стиха, უნდა დავსვათ კითხვები. мы должны задать вопросы. რა მაიძულა ეს ხალხი რომ ერთ ადგილას შეკრებილიყო? Что побудило этих людей собраться вместе у რომელიღაცა дверей? სახლის კართან შეიკრიბნენ. Они собрались у дверей определенного და дома. წმინდა წერილში დაწერილია რომ ეს იყო პეტრეს სახლი. И Святое Писание говорит, что это был дом Петра. რომ ეს კაბადოკი იმაში კაპერნაუმში ხდება. И это происходит в Капернауме. რა ქონდა პეტრეს სახლს ასეთი მიმზიდველი? Что привлекательного такого было у дома Петра? ლამაზი იყო, განსაკუთრებული იყო, დიდი იყო. Он был красивый, особенный, большой. რა ერთი მეთევზის სახლი იყო. Это был дом одного рыбака. არ ვიცი, შეიძლება თევზის სუნიც ადიოდა. Может быть, даже запах рыбы шел შეიძლება оттуда. მისაზიდი არც არაფერი ჰქონდა განსაკუთრებული. Жареной. Может быть, ничего особенного не было, чтобы туда прийти. Я не знаю. მაგრამ რაღაცომაც თელმა ქალაქმა ბევრ სხვა კარებებისგან განსხვავებით აი ამ ერთი კონკრეტული სახლის კართან მოიყარა თავი. Но почему-то, в отличие от дверей других домов, этот народ, эти люди, они выбрали почему-то двери дома Петра. რა მიიზიდა? Что же привлекло их? ან რა მოვლენა მიიზიდა? Или какое событие привлекло ან их туда? ვინ მიიზიდა? Или же кто привлек их туда? ფაქტია რომ ამ ხალხის ყურადღება იქნა მიპყრობილი. Но факт в том, что их внимание было привлечено. ამისათვის უნდა გავიგოთ ეს კონტექსტი 29 მუხლიდან 39 მუხლის ჩათვლით. Для того, чтобы понять контекст, мы должны прочесть 29 по 39 стих. სინაგოგიდან რომ გამოვიდა სიმონისა და ანდრეას სახლში მივიდა იოანესა და იოაკობთან ერთად. სიმონის სიდედრით ციებ-ცხელებით შეპყრობილი იწვა. მაშინ უთხრეს იესოს მასზე მივიდა ხელი მოჰყიდა და ფეხზე წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურაო მათ. Выйдя вскоре из синагоги, пришли в дом Симона и Андрея с Иаковом и Иоанном. Теща же Симона лежала в горячке, и тотчас говорят ему о ней. Подойдя, 29-დან მოემსახურა. კაც ბოდი წავიკითხავ ბოლომდე მე შეწაიკითხე. საღამოს ჟამს მზის ჩასვლისას მიუყვანეს მას ყველა ვინც სნეული და ეშმაკეული იყო. თელი ქალაქი შეიკრიბა კართან. ბევრი სნეული განკუნა სხვადასხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი გამდევნა. თან ნებას არ თავდა ეშმაკებს ელაპარაკათ, რადგან იცნობდენო მას.
Подойдя, он поднял ее, взяв за руку, горячка тотчас оставила ее, и она стала служить им. При наступлении же вечера, когда заходило солнце, приносили к нему всех больных и бесноватых, и весь город собрался к дверям. Где? ხო 26 там. Он исцелил многих, страдавших различными болезнями, изгнал многих бесов и не позволял бесам говорить, что они знают, что он Христос. А утром, встав весьма рано, вышел и удалился в пустынное место и там молился. წარმოიდგინე სინაგოგიდან როცა გამოვიდა იესო ქრისტე, Когда Иисус вышел из синагоги, ის სიმონის და ანდრიას სახლში მივიდა. он вошел в дом Симона и უმრად Андрея. ეწვია Он пришел в гости, და ნახა რომ სახლში სიდედრი ყავდა. и он увидел, что теща у него в доме. წარმოიდგინე სიდედრი სახლში ყავდა. Представь, какой зять. Теща была у него дома. როგორი სიძე ყავდა. Какой был зять. მაგრამ ეს სიდედრი ავად იყო. Но эта теща была больна. და იესო ლოცულობს, იესოს თხოვეს მასზე მის განკურნებაზე. И Иисус молится за нее, они попросили за него და помолиться. წერია შეეხო იესო მას ხელით, განიკურნა, წამოდგა და მათ მომსახურეობა დაიწყო. И написано, что Иисус прикоснулся к ней, она исцелилась, горячка оставила, и она встала и служила им. და რაღაცა ხდება. И что-то происходит. ჩვენ არ ვიცით ეს რა დროს მოხდა მისი განკურნება. Мы не знаем, когда произошло ее исцеление. ეს შვადღე იყო. Это был полдень. სინაგოგის მსახურება რომ მორჩა, წამოვიდა, მივიდა პეტრესთან, იოანესთან, ილოცა, განკურნა. Это было после синагоги, он пришел к ним домой, помолился за нее, исцелил ее. ის წამოდგა, მოემსახურა. Она встала и начала служить. მაგრამ მერე წერია, აი საღამო ჟამს კი მზის ჩასვლისას. При наступлении же вечера, когда заходило солнце, რაღაცა გარკვეული პერიოდი არის ძვირფასებო, აი ამ ორ მოვლენას შორის. какой-то есть определенный период между этими двумя явлениями, მას событиями. მიუყვანესო, ვინც ცნეული და ეშმაკეული იყო და თელმა ქალაქმა მოიყარაო თავი. И к нему приводили всех больных и бесноватых. И написано потом, и весь город собрался к дверям. წარმოიდგინეთ, სავარაუდოდ სიდედრი ალბათ იმდენად დაავადებული იყო. Скорее всего, теща была настолько больна, მისმა განკურნებამ ее исцеление, არ ვიცი, სხვებმა გაიგო მეზობლებმა რომ განიკურნა. не знаю, может быть, соседи узнали об არ этом. ვიცი, თვითონ სიდედრი გაიქცა და მეზობლებში გაავრცელა ეს ხმა, რომ აი მე განიკურნე, ფეხზე დავდექი. Или сама теща выбежала и рассказала соседям, что вот я была больна, и я исцелилась. მაგრამ ფაქტი არის, Но факт в том, რომ ამ განკურნების შესახებ თელმა კაპერნაუმმა გაიგო. что об этом исцелении узнал весь და Капернаум. მთელმა ქალაქმა აი ამ პეტრეს სახლის კართან მოიყარა თავი. И весь город собрался у дверей дома Петра. თუ გინდა რომ გამოღვიძება დაიწყოს, Если ты хочешь, чтобы началось пробуждение, გამოღვიძება იწყება სიდედრის განკურნებით. пробуждение начинается с исцеления тещи. Женись. ანუ თუ განკურნავს სიდედს გამოღვიძება დაიწყება. Если нету жены, женись. ანუ ძვირფასებო აი ამ ამბავმა მოიზიდა ეს ხალხი ამ ერთ კართან. И вот это событие, оно привлекло множество людей. და к ბიბლია дверям. ამბობს, რომ მთელი ქალაქი, И Библия говорит, что весь город დაინტერესდა ამ მოვლენით. Весь город заинтересовался этим событием. მაგრამ აქ არ თავდება ეს ისტორია. Но на этом эта история не заканчивается. შემდეგ ვაგრძელებთ. И потом мы продолжаем. და წერია, ჯერ კიდევ ღამიანად ადგაო, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას, იქ სადაც და იქ ლოცულობდა. სიმონი და მასთან ყოფნი გაედევნენ მას, იპოვეს იგი და უთხრეს, ყველა შენ გეძებს. უთხრა მათ, წავიდეთ სხვა ახლომახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისთვის არ მოსულიო. დადიოდა მთელს გალილეაში, ქადაგებდა სინაგოგებში და დევნიდაო ეშმაკებს. А утром, встав весьма рано, вышел и удалился в пустынное место, там и там молился. Симон и бывшие с ним пошли за ним, и, найдя его, говорят ему, все ищут тебя. Он говорит им, пойдем в ближние селения и города, чтобы мне и там проповедовать, ибо я для того пришел. წარმოიდგინეთ, წინა ღამეს, წინა დღეს სიდედრი განკურნა პეტრესი. Представьте себе, прошлым днем он исцелил тещу Петра, შემდგომ გავრცელდა ხმა და მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ამ კართან. потом эта весть, она разнеслась по всему городу, весь город ყველა собрался, განკურნა და ეშმაკეული განდევნა. всех исцелил, изгонял бесов.
და აი განთიადი ჟამს ჯერ კიდევ ადრე ვიდრე ღამე იყო იესო განმარტოებით სალოცავად მიდის. И утром весьма рано написано, Иисус встает и идет, удаляется и начинает молиться один. ნახეთ მოწაფეები საყოჩაღები არიან იესო წავიდა სალოცავად და ჩვენ რა გვაძლევს მოდი ჩვენ წავიდეთ და ჩვენც მართა ერთად ვილოცოთო. И ученики подумали, они тоже такие были хорошие. Встали и пошли за ним. Если Иисус молится, давай мы тоже помолимся. გონიათ სალოცავად წავიდნენ? Вы что думаете, на самом деле они молиться არა пошли? წავიდნენ და იესოს დაუწყეს ზემნადევნებენ იცი რა ჩვენ მოგვადგა ხალხი იმიტომ რომ ყველა ხალხი დილაუთენია შენგეძებსო. И они пришли к Иисусу и сказали, слушай, Иисус, люди тебя ищут с утра, с раннего утра. Они пришли и сказали, где Иисус, тебя хотят видеть. საიდან მიხვდნენ რომ ხალხი ეძებდა? Откуда они поняли, что люди ищут? ისევ პეტრეს კართან მოიყარა ხალხმა თავი. И опять, скорее всего, опять у дверей Петра собрался весь народ. და ხალხი ეძებდა იესოს და რომ ვერ ნახეს იესოს სახლში, მათ დაიწყეს ძებნა და იპოვეს δεუნებიან. ხალხი დილაუთენია ჯერ კიდევ შენგეძებს. Они начали искать Иисуса, думали, где он, и когда не нашли, они начали искать в другом месте. И нашли и сказали, люди с раннего утра ищут тебя. ძვირფასებო, რა იყო ამ ისტორიებში მიმზიდველი და კიდევ ნახავთ რამოდენიმე ისტორიას. Что же было, друзья мои, привлекательного в этих историях, и мы впоследствии еще посмотрим другие истории. პეტრეს სახლი იყო მიმზიდველი. Что, дом Петра был привлекательным? თუ იესოს პიროვნება იყო Или მიმზიდველი. личность Иисуса Христа? რა იყო ძვირფასებო, რაც იზიდავდა იესოსთან ხალხს? Что же было такое, что влекло людей к Иисусу? რით იზიდავდა იესო ხალხს? Чем Иисус привлекал людей? რა ჰქონდა იესოს ისეთი, რითაც ხალხი მას დილაუთენია ამდღარი ეძებდა? Что же привлекательного было в Иисусе, из-за чего люди с раннего утра искали Его? მე მინდა ჯერ რამოდენიმე ადგილი კიდე წავიკითხოთ ძვირფასებო და დაგანახოთ, რომ ხალხი როგორ დასდევდა და ეძებდა იესო ქრისტეს. Я хочу еще несколько местописаний прочитать, чтобы показать вам, как люди искали Иисуса. მარკოზის სახარება იგივე პირველ მეორე თავებში ვიტრიალეთ და ნახეთ ისტორია ერთმანეთზე მიყოლებით რას გვიყვება. И мы будем крутиться в Марка, в Евангелии от Марка, 1-2 главе, მარკოზის პირველი თავი 40-დან 45-მდე. 40 стиха по 45. მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა, თუ ისურვებ, შეგიძლიაო ჩემი განწმენდაო. შეეწოდა, გაიწოდა ხელი, შეახომას და უთხრა, სურს განიწმინებ, ყისვე მოშორდა კეთრი და განწმენდილი იქრა. კაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაუშვა, უთხრა, აჰა, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე ღვთელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათ და დასამოწველად. ის კი გამოვიდა და დაიწყო მრავლად ქადაგება და ისე გაახმაურა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ უდაბურ ადგილებში იყო და ყოველი მხრიდან მოედინებოდაო ხალხი მასთან. Приходит к нему прокаженный и, умоляя его, падая пред ним на колени, говорит ему, если хочешь, можешь меня очистить. Иисус, умилосердившись над ним, простер руку, коснулся его и сказал ему, хочу, очистись. После сего слова проказа тотчас сошла с него, и он стал чист. И, посмотрев на него строго, тотчас отослал его. И сказал ему, смотри, никому ничего не говори, но пойди, покажи священнику и принеси за очищение твое, что повелел Моисей, во свидетельство им. А он, выйдя, начал провозглашать и рассказывать о происшедшем так, что Иисус не мог уже явно войти в город, но находился вне, в местах пустынных, и приходили к нему отовсюду. კეთროვანი განკურნა იესო ქრისტე. Иисус исцелил прокаженного. და კეთროვანი გააფრთხილა, არ ილაპარაკობდა, ეს წავიდა და თელ არემარეს მოსდო თუ რა გააკეთა И იესო. он сказал прокаженному, никому не рассказывай, но тот пошел и рассказал всем. ხო იცით როგორ ეთქვა ხოლმე, არავის არ უთხრა, ყველაზე მეტად იმას ლაპარაკობ. Знаешь, как только тебе говорят, никому не рассказывай, вот именно это ты и начинаешь ისე всем გავრცელაო рассказывать. ხმა იესოს შესახებ. И он настолько распространил вот эту რომ весть об იესო Иисусе, это ქალაქში событие, ვეღარ შედიოდა. так что Иисус уже в город не мог войти იმიტომ явно, რომ საცობები იქნებოდა. потому что пробки создавались. ჭედვა ხდებოდა. Уже საცა დაინახავდნენ იესოს, ხალხი იქვე გროვდებოდა. как только видели Иисуса, сразу же люди собирались вокруг Него. ამიტომ იესო ქალაქთან ახლო მახლო უდაბურ ადგილებში მოკალათდებოდა ხოლმე. Поэтому Иисус не заходил в город, а неподалеку, где-то в და пустынном месте. ხალხი თვითონ ყოველი მხრიდან მასთან მიედინებოდა. И люди, уже зная, где Он, отовсюду собирались к Нему. რატომ?
Почему? რა იყო მიზეზი? В чем же была причина? კიდევ ერთი ისტორია. Еще одна история. ვაგრძელებთ მარკოზის სახარებას. Продолжаем Евангелие от გადავდივართ Марка. მეორე თავში. 2 глава. პირველ და ხუთ მუხლამდე. Первые 5 стихов. რამოდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში, ისევ დაბრუნდა უკან. ხმა დაირხაო, სახშიო. Через несколько дней опять пришел он в Капернаум, и слышно стало, что он в доме. წარმოიდგინეთ, იესო ისევ დაბრუნდა კაპერნაუმში, სავარაუდოდ ისევ პეტრეს სახში მივიდა. И Иисус опять возвращается в Капернаум, и логично, что опять в дом Петра. ხალხი დიდი თვალებით აკვირდება, რომ იესო ისევ დაბრუნდა. Иисус, это люди вот такими большими глазами следят за всем этим, и опять ხმა узнают, что он დაიხა, дома. იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ თვალი მოკრა, რომ იესო აქ არის, უთხრა მეორეს, მეორე, მესამეს, მესამე, მეხუთეს, მეათეს და გავრცელდა ინფორმაცია იესოს შესახებ. И написано, что слышно стало. Это означает, что один заметил, передал второму, второй третьему, третий четвертому, и так это распространилось. განახეთ რა წერია. უმალვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარებში ტევა აღარ იყო. Тотчас собрались многие, так что уже и у дверей не было места. უმალვე ტოჩეს, ანუ მაშინვე, ანუ უცბად, როგორც კი გაიგეს, რომ იესო აქ არის, თელი ქალაქი ისევ კართან მივიდა. Тотчас же, сразу же, можно сказать, как только узнали, что Иисус в доме, люди собрались отовсюду опять. კარებში ტევა აღარ იყო. Даже в дверях не ანუ было კარებში места. ვეღარ შედიოდა ხალხი. Даже в двери не могли войти საწობი люди. შეიქმნა. Там уже пробка была. იმდენად დიდი იყო იესოსადმი ინტერესი. Настолько велик был интерес к Иисусу. და ეუბნებოდაო მათ სიტყვას მივიდნენ მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც 4 კაცს მოყავდაო და რა კი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოვება, სახურავი გადახარდესო იმ სახლს და ისე ჩაუშვესო დავრდომილი პეტრეს სახში. И он говорил им слово, и пришли к нему с расслабленным, которого несли 4, и не имея возможности приблизиться к нему за многолюдством, раскрыли кровлю дома, где он находился, и, прокопав ее, спустили постель, на которой лежал расслабленный. ჟარგონულად რო ვთქვათ, პეტრეს სახლი ისევ ცვეთში არის. Можно сказать, в цвете, в тренде дом Петра. ისევ მოწოდების სიმაღლეზეა петрეს სახლი. И дом Петра опять на вершине ისევ призвания, можно გადაჭედილი сказать. არის ადამიანებით. И опять он заполнен людьми. მაგრამ ამჯერად ამ საწყალის სახლს სახურავიც კი გადახადეს. Но в данном случае уже еще хуже ситуация. Сахари произошла. Его даунгрис. дом разобрали, крышу რომ разобрали. იესოს ფეხებთან დავრდომილი ჩაეშვა. Чтобы спустить расслабленного к ногам Иисуса. ძვირფასებო, Дорогие мои, დღევანდელი სიტყვა აჯაბსანდალივით იქნება. сегодняшнее слово будет подобно аджабсандалу. არეულ დარეული კი არა. Не смешанный, მრავალ ინგრედიენტიანი. но он будет რომელიც კარგად многоингредиентный, იქნება ერთმანეთთან ისე შეზავებული, რომ მთლიანობაში გემრიელ სულიერ საკვებს მივიღებთ. который будет настолько переплетен друг с другом, что превратится в вкусную еду. იმიტომ რომ დღევანდელი სიტყვა მოწოდების სიტყვაც იქნება. Потому что сегодняшнее слово будет словом დღევანდელი призвания. სიტყვა მხილების ситуაც იქნება. Сегодня будет, это слово будет словом დღევანდელი видения. სიტყვა სწავლების სიტყვაც И იქნება. также это будет словом და учения. დღევანდელი სიტყვა ძვირფასებო წინასწარმეტყველურიც И იქნება. сегодняшнее слово также будет и пророческим. მე მინდა უბრალოდ დავსვა კითხვა. Я хочу задать вопрос. რამდენად მიმზიდველია დღევანდელ დღეს ჩვენი სახლის კარები? Насколько сегодня привлекательны двери нашего дома? რომ დაიკეტოს ეს ეკლესია? Если закроется эта церковь, თუ დაგვიწყებს ვინმე ჩვენ ძებნას? начнет ли кто-то нас искать? იქნება კი რაიმე ჩვენში ისეთი საინტერესო მიმზიდველი? Будет ли что-то в нас интересное или привлекательное? ან არის კი რაიმე ისეთი მიმზიდველი? Или есть ли что привлекательное? ან გავრცელდება თუ არა ხმა, რომ აი ეს არის ღმერთის კაცი, აი ეს არის ღმერთის ქალი, აი ეს არის ღმერთის ეკლესია, სადაც ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ ზებუნებრივი პასუხები. Распространится ли весть о том, что вот этот Божий человек, вот эта Божья церковь, и вот это то место, где мы сможем получить избавление? იცით, იესო მანამ სანამ მოინათლებოდა სულიწმიდი და მიუძღვნიდა თავის თავს მსახურებას. До тех пор, пока Иисус крестился бы Духом Святым и водным крещением и посвятил бы себя მას служению, არავინ არ ეძებდა. его никто не искал. ის ცნობილიც არ იყო.
Он не был и даже известным. მაგრამ მას შემდეგ რაც ის სულიწმიდის ძალით დაბრუნდა ძვირფასებო უდაბნოდან Но с тех пор, когда он вернулся в силе Духа Святого და მან с განაცხადი пустыни, გააკეთა и он сделал რომ заявление, უფლის სულია ჩემზე что Дух Господень на мне. სახარებლად განსაკუთრებლად ტყვეების გასთან თავისუფლებლად Для проповеди Евангелия, для того, чтобы отпустить пленных на свободу. მის ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა Вот с того момента все вокруг него изменилось. აქამდე თუ არავინ ინტერესდებოდა მისით Если до этого момента о нем никто не интересовался თელი им, მარკოზის სახარებას თუ დააკვირდები ძვირფასებო ზოგ ადგილას წერია რომ მიესო მოციქულებთან ერთად ჩუმად შეიპარაო სახში მაგრამ მის შესახებ ხმა მაინც გავრცელდაო и если вы прочтете все Евангелие от Марка, оно полно такими событиями, но там написано, что он с учениками тихо забрался, зашел домой, но все равно весть о нем распространилась по всей местности. იცით რატომ ეძებდნენ იესოს Знаешь, почему искали Иисуса? იმიტომ რომ იესოს ჰქონდა პასუხი Потому что у Иисуса был ответ. იესოს ჰქონდა პასუხი У Иисуса был ответ. იცით ძვირფასებო დღევანდელ დღეს ჩვენს პირად ცხოვრებასაც თუ გადავხედავთ ერთადერთი ვისაც შეგვიძლია მივმართოთ ხოლმე ეს არის ჩვენი უფალი იესო ქრისტე Дорогие мои, если даже мы пересмотрим сегодня нашу жизнь, мы поймем, что единственный, кого мы можем обратиться, у кого есть ответ, это Иисус მას Христос. ყოველთვის აქვს пасуხი У него всегда есть ответ. მაგრამ მეორე საკითხი არის Но есть второй вопрос. იესომ როცა დატოვა მიწა Когда Иисус оставил землю, მან დატოვა ეკლესია Он оставил церковь. და დღევანდელ დღეს ეკლესია არის აი ამ პასუხისმგებლობის მატარებელი И დედამიწაზე сегодня церковь является носителем этой ответственности на этой земле. დღევანდელი სიტყვა ეხება ეკლესიას, ჩვენს მოწოდებას, ჩვენს ფუნქციას, ჩვენს როლს дедамიწაზე. И сегодняшнее наше слово, оно касается церкви, нашему призванию, нашей этой функции. იონეს სახარების 14:12-ში ნათქვამია. В Евангелии от Иоанна в 14 главе ჭეშმარიტად გეუბნებითო თქვენ, ვისაც ჩემის წამს, საქმეებს, რომელსაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს და მათცედიცაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ. Иоанна 14 глава 12 стих. Истинно, истинно говорю вам, верующий в меня дела, которые говорю я, которые творю я, и он сотворит, и больше сих сотворит, потому что я к Отцу моему иду. იესომ თქვა რომ მე მივდივარ მამასთან და ამით დასრულდებაო დედამიწაზე ჩემი საქმიანობა. Иисус сказал, что я ухожу к Отцу, и закончится ли этим самым моя არა, деятельность на პირიქით, земле? იესომ თქვა რომ მე მამასთან რომ მივდივარ, სამაგერო თქვენ ვისაც გწამთ ჩემი, იგივე საქმეებს გააკეთებთ, მაგრამ გეტყვით უფრო მეტსაც გააკეთებთ. И он говорит, нет, потому что если я даже иду к Отцу, то остаетесь вы, которые веруете, и вы сделаете больше тех дел, которые делал я. იესომ თავისი საქმიანობა ძვირფასებო ეკლესიას გადაულოცა. Иисус свою деятельность передал церкви. ის ასაც იესო აკეთებდა დღეს იგივე პასუხისმგებლობის მატარებელი თითეული ჩვენთაგანი И ვართ. те дела, которые творил Иисус, ту же самую ответственность он оставил на церкви. სწორედ ჩვენ ვართ ძვირფასებო ის კარებები, ის მისამართები. Как раз-то мы являемся теми дверьми, тем адресом, სადაც ადამიანები დაიწყებენ ძებნას და მათ უნდა შეეძლოს ჩვენი პოვნა ძვირფასებო. где люди начнут искать, и они должны суметь найти нас. და მე მინდა გითხრათ რომ დღეს ეს პასუხები რაც ხალხს ჭირდება ქვეყნიერებაზე. И сегодня те ответы, которые нужны людям в этом мире, ის რითაც იესო გამოირჩეოდა ყველა სხვა ადამიანებისგან. то, чем Иисус отличался от других людей, დღეს ეს ყოველივე ეკლესიას გვაქვს მოცემული. сегодня все это дано церкви. დღეს ის რითაც იესო გამოირჩეოდა ძვირფასებო სხვა ადამიანებისგან, რითაც იზიდავდა და ხალხი მას ეძებდა. То, чем отличался Иисус от других людей, и та причина, по которой люди искали Иисуса, დღეს ეს ყოველივე იესომ გადმოულოცა ეკლესიას. сегодня все это Иисус передал არაფერია церкви. ისეთი რაც იესოს ჰქონდა, რაც ეკლესიას არა. Нет ничего такого, что было у Иисуса и нету церкви. მან მოგცა ყოველივე. Он все дал нам. და დღეს ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვატარებთ. И сегодня мы носим эту ответственность. მე მინდა ძვირფასებო იმ Несём. ხუთ სფეროს შევეხო, Я хочу сегодня коснуться тех 5 сфер, რომლითაც იესო გამოირჩეოდა ყველა სხვა ადამიანებისგან. которыми Иисус отличался от других людей. და მე ვნახავთ რომ ეს ხუთივე სფერო ღმერთ იესომ ეკლესიას გადმოაბარა. И мы увидим впоследствии, что все эти 5 сфер Иисус передал და დღეს церкви. ეკლესიაც იგივეს მატარებელია რაც იესო ატარებდა. И церковь сегодня является носителем того же, что было в Иисусе. პირველი და მეორე პუნქტს ერთად გავაერთიანებ და ვიტყვი. И я первый и второй пункт объединю и скажу вам.
ეს არის ძალაუფლება და ძალა. Это власть и сила. იესოს ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც ის განსხვავდებოდა ყველასგან, ეს იყო ძალაუფლება და ძალა, ცხებულება. То, чем отличался Иисус от всех остальных, это была власть и сила. მინდა წავიკითხო ისევ მარკოზის სახარება პირველი თავიდან. Я хочу прочитать Евангелие от Марка с 1 главы, 21-დან 28 მუხლამდე. с 21 стиха по 28. კაპერნაუმში მივიდნენ თუ არა შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი წიგნობარი. იქვე იყო კაცი სინაგოგაში არაწმინდა სულით შემკრობილი და იყვია, რა გინდა ჩვენგან იესო ნაზარელო? ჩვენ დასაღუპავად მოხვედი, გიცნობ ვინც ხარ ღმერთის წმინდაო. იესომ შერისხა იგი და უთხრა, გაჩუბდი და გადი მაგისგან. არაწმინდა სულმა შეანჯღრია იგი დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან. ყველანი განცვიფდნენ ისე რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა რომ ხელმწიფებით არაწმინდა სულებსაც კი უბრძანებდა ისინიც ემორჩილებიანო მას და მყისვე galilеის თელ მხარეს მოედო მისი ამბავი. И приходит в Капернаум, и вскоре в субботу вошел он в синагогу и учил, и дивились его учению, ибо он учил их как власть имеющий, а не как книжники. В синагоге их был человек, одержимый духом нечистым, и вскричал: «Оставь! Что тебе до нас, Иисус, Назарянин? Ты пришел погубить нас. Знаю тебя, кто ты, святый Божий». Но Иисус запретил ему, говоря: «Замолчи и выйди из него». Тогда дух нечистый, сотрясший его и вскричав громким голосом, вышел из него. И все ужаснулись, так что друг друга спрашивали: кто это? Что это за новое учение, что он и духом нечистым повелевает со властью, и они повинуются ему? И скоро разошлась о нем молва по всей окрестности в Галилее. Рахма გავრცელეს. Какую весть они распространили? მათ არტყეს რომ იცით ჩვენ სინაგოგაში მივედი და კიდევ ერთი ვიღაცა ახალი მოძღვარი გამოჩნდა. Они не сказали, что вот придя в синагогу, мы нашли там еще одного учителя. როგორ მოგეწონა მისი სიტყვა? Как тебе понравилось его არა слово? უშავდა რა, კარგი იყო. Ничего, нормально. არა, ძვირფასებო ისინი გაოცებულები ლაპარაკობენ. Нет, они с удивлением говорили. ეს არ ლაპარაკობს ჩვენი წიგნობრებივით. Он не разговаривает, как наши книжники. ის როგორც ძალაუფლების მქონე ხელმწიფებით, მეფობით ლაპარაკობს. Он говорит, как со властью, как власть имеющий. და იმდენად იგრძნობა ეს ხელმწიფება, И настолько это ощущается, რომ вот эта власть, არასოდეს არ გვინახია ვინმე ეშმაკებს უბრძანებდეს და ისინი გადიოდნენ. что мы никогда не видели, чтобы кто-то повелевал бесам, и они выходили. და ეს მოძღვარი უბრძანებს და ეშმაკები ემორჩილებიან მას. И этот учитель, он приказывает бесам, и они его ეს слушаются. რაღაც ახალი სიტყვა, ახალი მიდგომა, რაღაც განსხვავებულია. Это какое-то новое слово, новый подход, это что-то отличающееся от остальных. იესოს სხვაგან წერია სინაგოგაში, როცა მივიდა თქვა, უფლის სულია ჩემზე, მან ცხო გლახაკთა სახარებლად, ადამიანთა გასაკურნებლად, ტყვეების გასანთავისუფლებლად. И когда Иисус пришел в синагогу, он сказал: «Дух Господень на мне, он помазал меня проповедовать нищим, освобождать უგნიჭიანых, угнетенных, исцелять больных. исцелять больных». ამენ. Аминь. ანუ ძვირფასებო, როცა იესო ლაპარაკობს, რომ უფლის სულია ჩემზე, ეს არ იყო ჩვეულებრივად ნათქვამი, რაც ნებისმიერ სხვა ისრაელიან შეეძლო ეთქვა. Когда Иисус сказал, что Дух Господень на мне, это не то, что каждый израильтянин мог сказать. ეს იყო განსხვავებული ძალიან დიდი საპასუხისმგებლო განაცხადი. Это было особенное провозглашение. იმიტომ რომ უფლის სული არ გადმოდიოდა ძვირფასებო ყოველ მეორე ადამიანზე. Потому что Дух Господень не сходил на каждого второго человека. უფლის სული გადმოდიოდა ღმერთის მსახურებზე, წინასწარმეტყველებზე და მღვდლებზე. Дух Господень сходил на Божьих служителей, пророков и და იესო священников. მოდის და განაცხადს აკეთებს, რომ უფლის სული არის ჩემზე. И Иисус приходит, и Он делает провозглашение, заявление, что Ис- Дух Господень на ის мне. ამბობდა, რომ მე განსხვავებული ვარ და ღმერთის სულს მნიშვნელოვანი საქმეების კეთება სურს ჩემი И მეშვეობით. этим самым Иисус подчеркивал, что Он особенный, и Дух Божий, Он повелел Ему делать особенные ის როცა дела. ამბობს უფლის სულია ჩემზე, იქ წერტილს არ სვავს. Когда Он говорит, что Дух Господень на мне, Он не ставит там точку. მან თქვა მან მცხომე. Он
говорит, что Он помазал მისი меня, ცხებულებაა ჩემზე. Его помазание на და мне. იცით რისთვის? И знаете для чего? რომ გლახაკებს უახარო, Чтобы нищим ყველები проповедовать, что გამანთავისუფლო, пленных освобождать, ავატყობები განკურნო. исцелять больных. ძვირფასებო, რამდენ თქვენთაგანზე არის უფლის სული გადმოსული? Дорогие, на скольких из вас сошел Дух Божий? 4 კაცმა აწია ხელი. Всего 4 человека подняли 4 კაცს руки. ვიცით რომ ნამდვილად აქვს. Мы знаем, что у 4 точно это есть. უფლის სული არის ჩემზე. Дух Господень на мне. უფლის სული არის შენზე. Дух Господень на იცით тебе. ეს დიდი პასუხისგებლობაა. И это большая ответственность. უფლის სულია შენზე. Дух Господень на тебе. გლახაკებისთვის Для სახარებლად. того, чтобы проповедовать ავატყობების нищим. Для განსაკურნებლად. того, чтобы исцелять კეთრონების больных. გასაწმენდად. Для того, чтобы მკვდრების очищать прокаженных. გასაცოცხლებლად. Воскрешать из мертвых. უფლის სული არის ჩვენზე. Дух Господень на нас. უფლის ძალაუფლება არის ჩვენზე. Божья власть на нас. დღეს ეს ძალაუფლება ეკლესიას მისცა И ღმერთმა. сегодня Бог дал власть церкви. ასე რომ ნუ ვიტყვით იესო შენ განკურნე. Поэтому не говорите, Иисус исцели их. იესომ შენ მოგცა ეს ძალაუფლება. Иисус тебе дал эту власть. მან თქვა მე მაქვს მოცემული ეს ძალაუფლება, ამიტომ წადით და იქადაგეთ Иисус სახარება. сказал, дана мне всякая власть, поэтому идите и დღეს проповедуйте ეს Евангелие. ვალდებულება ჩვენზე И არის. сегодня это обязанность на нас. ძალაუფლება აქვს ეკლესიას მიცემული. Власть дана церкви. ნებისმიერ რიგით წევრს აქვს ძალაუფლება ღმერთისაგან. Даже любой человек в церкви, даже новопришедший, он имеет это. ყველა ვისაც გაქვთ სულიწმინდა და ხართ მონათლული сулიწმინდით. Те, кто имеете Дух Святой и крещены Духом Святым. თითოეულ ჩვენთაგაზე არის უფლის ცხებულება. На каждом из нас есть Божье თითოეულ ჩვენთაგაზე помазание. არის ეს ძალა. И на каждом из нас есть эта თითოეულ сила. ჩვენთაგაისგან შესაძლებელია განკურნებები და სასაულები. И через каждого из нас могут происходить исцеления и чудеса. პრობლემა იმაშია, რომ ზოგჯერ არ გვჯერა ხოლმე. Проблема в том, что мы почастую не верим в это. იესომ თქვა, Иисус сказал, ვისაც ჩემი წამს, те, кто верят в меня, ვისაც ჩემი წამს, те, кто верят в меня, საქმებს რასაც მე ვაკეთებ. те дела, которые я делаю, ზოგჯერ ჩვენ გვავიწყდება ეს წინა ფრაზა და ვამბობთ საქმებს რასაც იესო აკეთებს, ჩვენც გავაკეთებ და იმაზე მესაც и порой გავაკეთებ. мы забываем предыдущую фразу и говорим, что те дела, которые Иисус делал, я буду делать. მაგრამ წერია, ვისაც ჩემი წამს. Но там написано, кто верит в აი меня, სწორედ ეს ადამიანები გააკეთებენ იგივე საქმებს. вот как раз-то вот эти люди сделают эти дела. იესომ მისცა მოწაფეებს მათეს სახარების 10-ის პირველში წერია. И в Матфея 10 главе 1 стихе написано, ძალაუფლება და გაუშვა და უთხრა წადით ეშმაკები გამდევნეთ ავატყოფები გაგუნეთ კეთრონები განწმინეთ. Иисус дал власть ученикам и сказал, прокаженных исцеляйте, больных исцеляйте, და проповедуйте, წერია, როცა бесов დაბრუნდენო изгоняйте. მოწაფეები აი ამ მოგზაურობიდან, И написано, что когда ученики вернулись с ისინი этого გახარებულები путешествия, მოდიან და ეუნებიან. они с радостью вернулись и იცი рассказывали. რა იესო შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან. Знаешь, имени твоему даже бесы მა повиновались. თავიანთ თავზე გამოსადეს რას ნიშნავდა ძალაუფლების ტარება. Они на себе пережили, что означает быть носителями ძვირფასებო власти. ხალხი ჩვენ სიტყვას კი არ ემორჩილება. Дорогие мои, люди не нашему слову არამედ იმ подчиняются, ძალაუფლებას და იმ სახელს, რომლის ტარების უფლებას უფალმა იესო ქრისტე но მოგცა. той власти, которую дал нам Господь Иисус. ამენ. Аминь. 50-ე დღის შემდეგ После Пятидесятницы, ცოტა რო გადავინაცოთ საქმე ციკლთა წიგნში. если мы просто перейдем сейчас в Деяния апостолов, ნახოთ რა ხდებოდა პირველ ეკლესიაში. посмотрим, что же происходило во времена რა Первой საკეთებდა Церкви. ღმერთი იმ ხალხის მეშვეობით, ვისაც სწამდა და ჯეროდა, რომ ის ძალაუფლება და ცხებულების მატარებელი უკვე ეკლესია გახდა. Что делали те люди и что Бог делал в жизни тех людей, которые получили эту ответственность и которые были носителями власти Божией. 50-ე დღის შემდეგ იცით რომ პეტრემ აიმაღლა ხმა იქადაგა და 3000-მდე ადამიანმა მოინანია. И вы знаете, что после Дня Пятидесятницы Петр возвысил свой голос, и где-то около 3000 людей покаялось. საქმე ციკლთა მეორე თავის 41-დან 43-მდე ვკითხულობთ. Деяния 2 глава 41 стиха по 43. ამიტომ ვინც მიიღო სიტყვა კიდეც მოინათა და 3000-მდე სული შეემატაო იმ დღეს. და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი. ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამე თუ მრავალი სასაული და ნიშანი ხდებოდაო მოციქულთა მიერ. Итак, охотно принявшие слово, его крестились и присоединилось в тот день душу около 3000. И они постоянно пребывали в учении апостолов, в общении, преломлении хлеба,
И в молитвах был же страх на всякой душе, и много чудес и знамений совершалось через апостолов в Иерусалиме. მათ დაიწყეს სიტყვის გადაგება. Они начали проповедовать 3000 слово. კაცმა მაშინვე მოინანია 3000 человек сразу же покаялось. და ისინი გაღას განსაკუთრებულ ერთობაში მოვიდნენ, როგორც ერთი სხეული И они пришли в какое-то особенное единство, как одно тело და стали. წერია რომ ყოველი სული შიშმა მოიცვა. И написано, что был страх на всякой душе. რამე თუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდაო მოციქულთა И მეშვეობით. много чудес и знамений совершалось через апостолов. მოციქულთა მეშვეობით დაიწყო ძვირფასებო ნიშნებმა და სასწაულებმა მოქმედება. Через апостолов начали проявляться чудеса и საქმე знамения. მოციქულთა მესამე თავში. И в Деяниях апостолов 3 главе პეტრე და იოანე ადიან ტაძარში. Петр и Иоанн идут в храм. სალოცავად მიდიან. Они идут молиться. დავრდომილია Там расслаблены. და გთხოვს დახმარებას. И он просит помощи. და იცით მოციქულებმა რა მისცეს? И вы знаете, что ученики отдали. ოქრო და ვერცხლი არ გვაქვს. Они сказали, золото Მაგრამ и რაც серебра გვაქვს? нет у нас, но то, что есть. მაგრამ რაც გვაქვს? Но то, что есть у რა нас. მქონდა მათ? Что же у них было? ძალაუფლება. Власть. დაუნება იესოს სახელით ადექი და იარე. Именем Иисуса Христа встань и ходи. მოციქულებმა იცოდნენ უკვე რა ჰქონდათ მათ მიცემული ღმერთისაგან. Ученики уже знали, что им дано. И апостолы знали, что им дано от Иисуса. ჩვენც უნდა გვესმოდეს, გვახსოვდეს, ვიცოდეთ და გვწამდეს, რომ იგივე ძალაუფლება დღეს ჩვენც გვაქვს მოცემული Сегодня ღმერთისაგან. мы должны знать, понимать то, что та же самая власть, которая была тогда, она есть и у нас. და ამ ისტორიის შედეგად კიდევ 5000-მდე ადამიანმა ირწმუნაო. И в результате этой истории еще 5000 человек покаялось. და შემდეგ უვერავარი. დაიბარეს ისინი მღვდელმთავრებმა И первосвященники после этих событий вызвали их к себе. და წერია რომ შუაში ჩააყენესო მღვდელმთავრებმა ისინი და ჰკითხესო რომელი ძალით ან ვისი სახელით ჩაიდინეთო ეს. საქმე მოციქულთა წიგნი მე-4 თავის მე-7 მუხლი. Это Деяния апостолов 4 глава 7 стих. И поставив их посреди, спрашивали, какой силой или каким именем вы сделали это? და უკვდით უკვე მღვდელმთავრების ხვდებიან რომ ამათ რაღაცა სხვა ძალაუფლება აქვთ, ამათ რაღაცა სხვა ძალა აქვთ და კითხვას სვავენ, საიდან თქვენ ეს ძალაუფლება, საიდან თქვენ ეს ძალა? И первосвященники, они уже понимают, что они совершают чудеса, и они задают вопрос, откуда эта сила, каким образом, каким именем вы это делаете? ხედავდნენ პეტრეს და იოანეს გაბედულებასო, იმასაც მიხვდნენ რომ უციგნურნი და მდაბიო ადამიანები იყვნენ და გაუკვირდათო. 13-დან 16. С 13 по 16 стих, видя смелость Петра и Иоанна, и приметив, что они люди не книжные и простые, они удивлялись, между тем узнавали их, что они были с Иисусом. როგორი ხალხი იყვნენო? Какие были они люди? უციგნურნი, Не книжные. დაბიონი. Они были Убрало. простые люди. არ იყვნენ რაღაცა ჩინმენდლებიანები. Они не были с какими-то там Снобади погонами, сахеби. знаменитости, რაღაცა გამორჩეული ხალხი. или какие-то особенными უბრალო людьми. ადამიანები იყვნენ. Они были простые люди, მაგრამ მათ იცოდნენ, но они знали, ვინ იყვნენ ქრისტე იესოში. кем они были Რა во ქონდათ მათ Христе მიცემული? Иисусе, что им дано. და როცა მოქმედებდნენ აი ამ ძალაუფლებითა და И ძალით. когда они действовали этой властью, წერია რომ მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდაო მათი ხელით. тогда написано, что много знамений и чудес происходило через них. ძვირფასებო, ეკლესიას აქვს პასუხი და ძალაუფლება და ძალა მიცემული ღმერთისაგან. Дорогие мои, церкви даны ответы, власть и сила. იცით, როდესაც ადამიანი ხშირად მიუმართავთ ძვირფასებო ექიმებს ხოლმე განსაკუთრებლად. Почастую мы обращаемся к врачам для исцеления, და для მაგრამ ბევრჯერ лечения. მოგვისმენია კიდევაც და ბევრ თქვენთაგას ქონია მოწმობაც. И многие из вас свидетельствовали об этом, говорили, რომ როცა ექიმები ვეღარ შველიან, ადამიანები იწყებენ ლოცვას და ღმერთი ზებუნებრივად კორნავს. когда врачи не могут ничего сделать, ничем помочь, люди начинают молиться и получать помощь от Бога. ძვირფასებო, ყველა ადამიანს თავისი გასავლელი გზა აქვს. У каждого человека есть путь, который он должен пройти сам. ზოგს ღმერთი ასე კურნავს, ზოგს ღმერთი ისე კურნავს. Кого-то Бог исцеляет таким образом, кого-то таким. თუ ადამიანები ხშირად ამბობენ, აბა ღმერთი ძალა რომ იყოს ეკლესიაში, აბა ესე რომ იყოს, აბა ისე რომ იყოს. Почастую люди говорят, вот если Божья сила была бы в церкви, если было бы вот так, если было бы так. ზოგჯერ შეიძლება ვიღაცების მიმართ ვიშვერდეთ ხეს, აი შენ ხარ პასუხისმგებელი, ეს ძალაუფლება ან ძალა ატარო, მე არ ვარ პასუხისმგებელი. Или же мы иногда, допустим, показываем пальцем на кого-то другого и говорим, вот это ты должен быть носителем этой власти, ты должен делать эти вещи. იცი, ეკლესიაში არ არიან გამორჩეული ხალხი, ამ მსახურები, ვისთვისაც მიცემულია ეს ძალა და ძალაუფლება და ვისთვისაც არაა მიცემული.
მიცემული. В церкви нет особенных людей, кому дана власть и сила. Это не означает, что кому-то не дана эта власть. ძალაუფლება და ძალა მიცემული აქვს ეკლესიას, ქრისტეს Власть и ხელს. сила дана церкви. თითოეულ თქვენთანგას, Каждому из вас. თელ ეკლესიას. Всей церкви. არა აქვს მნიშვნელობა, შენ ცნობადი ხარ, არ ხარ ცნობადი, რიგითი ხარ, გუშინდელი მოსული ხარ, ღმერთმა მოგცა ძალაუფლება. И не имеет значения, ты знаменитое лицо, тебя знают или не знают. Не имеет значения. აბა რომ დავადე ხელი და არ განიკურნა. А вот я возложил руки и не исцелился. იესომ თქვა, ვისაც ჩემი სწამს. Иисус сказал, те, кто в меня ზოგჯერ веруют. მოვიკოჭლებთ ხოლმე ძვირფასება, მოდი გულწრფელები ვიყოთ. Давайте будем искренними. Мы иногда хромаем. ზოგჯერ მოვიკოჭებთ ხოლმე რწმენაში. Мы иногда хромаем в вере. მერე ზოგჯერ ვცდილობთ ხოლმე რაღაცნაირად მოვძებნოთ ხოლმე მიზეზები, ალბათ ამიტომ ალბათობით არ გვინდა И სიარული. потом мы думаем, а может быть из-за этого не произошло, а может быть из-за этого. ზოგჯერ ჩვენ რწმენაში ასე ვიზრდებით. Порой мы растем в вере таким образом. ზოგჯერ ღმერთი რაღაცა ბარიკადებს დებს ჩვენ ცხოვრებაში. И порой Бог какие-то баррикады устанавливает в და нашей გვიწევს жизни. ბრძოლა. И нам приходится сражаться. თუ კიდე რომ კუნთები დაიყენო, Если ты хочешь, чтобы у тебя мускулы ჩატე появились, წონით კუნთები არ ყენდება. знаешь, таким низким весом мускулы не რაც უფრო появляются. მძიმე კუნთე იმას სიმძიმეებს ეწები კუნთები მით უფრო იზრდება. Чем ты начинаешь поднимать больше მით тяжести, უფრო ძლიერი тем ხდები. больше становишься сильным აი и растут ამიტომ არის мышцы. სხვადასხვა განსასწრებელი ხომე ძვირფასებო ჩვენ ცხოვრებაში. Вот поэтому происходят разного рода искушения в нашей იმიტომ კი არა რომ жизни. გაგანადგუროს. Не для того, чтобы тебя არამედ уничтожить, რომ გაგაძლიეროს. но для того, чтобы тебя წმენაში укрепить, გაგზარდოს. срастить тебя в вере, დიდებიდან დიდებაში გადაგიყვანოს. перевести тебя из славы в წმენიდან славу, წმენაში გადაგიყვანოს. перевести тебя от веры к პავლე вере. მოციქული ამბობს ჩვენ გვატარებსო ღმერთი ჭირში გვანუგეშებს რომ შემდგომ ჩვენ სხვების ნუგეში შევძლოთ. Апостол Павел говорит, что Бог проводит через нас страдания, укрепляя нас, чтобы потом мы и другим смогли бы როცა помочь. შენ გაიარეს გზა და ვიღაცა მოვა და შეგეკითხება შენ იცი რა უპასუხო. Когда ты прошел этот путь, и когда кто-то другой приходит и спрашивает тебя, ты уже знаешь, იმიტომ რომ как უცი пройти. შენ გაგატარა ღმერთმა იგივე Потому გზა. что прежде Бог тебя провел через უცი это. ღმერთმა დაგანახა თავისი ძალა და თავისი დიდება. Прежде этого Бог тебе показал свою силу и რომ власть. არ იცოდი საიდან გაჩნდებოდა ფინანსები ღმერთის ზებუნებრივად აღზავნიდა. И когда ты не знал, откуда появятся финансы, Бог сверхъестественным образом благословил ნუ тебя. შეუზღუდავთ ღმერთს. Не будем ограничивать Бога. და მესამე, И третье. რით გამოირჩეოდა იესოს სხვებისგან? Чем отличался Иисус от других? რა ქონდა მათ ისეთი, რას არ ქონდა სხვა ადამიანებს? Что у него было такое, чего не было у других და людей. დღეს იგივე მიცემული აქვს И ეკლესიას. то же самое дано сегодня церкви. მე მინდა ერთი ადგილი წავიკითხო. Я хочу прочитать одно местописание. მარკოზის სახარება ისევ. Опять же, Евангелие от Марка. მე-6 თავის პირველიდან 3-მდე. 6 глава с 1-3 стиха. გამოვიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. მოწაფეებიც გაყვნენ მას. შაბათი რომ დადგა სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებით ამბობდა, საიდან აქვს მას ეს ყველაფერი? რა არის ეს სიბრძნე, მას რომ აქვს მიცემული და სასწაულები მისი ხელით რომ ხდება? განა ეს ხურო არ არის მარიამის და იაკობის, იესეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთანან იყოფებიან მისი დები და ცтунდებოდნენ მასშიო. Оттуда вышел он и пришел в свое отечество, за ним следовали ученики его. Когда наступила суббота, он начал учить в синагоге, и многие, слышавшие с изумлением, говорили, откуда у него это, что за мудрость дана ему, и какие такие чудеса совершаются руками его. Не плотник ли он, сын Марии, брат Якова, Иосии, Иуды и Симона? Не здесь ли между нами его сестры? И соблазнились о нем. გაოცებული ამბობდნენო. Они с удивлением говорили о нем. საიდან აქვს მას ეს სიბრძნე? Откуда у него эта мудрость? საიდან აქვს მას ეს სიბრძნე? Откуда у него эта мудрость? რატო კი მაგრამ ეს ხურო არ არის? ანუ დურგალი არ Не არის? плотник ли это? მისი დაძმა ჩვენთან არ დადიან? Не его братья и сестры не с нами ли ходят? სიბრძნე სწავლა ჭირდება, განათლების მიღება ჭირდება. Мудрости надо учиться, нужно მაგრამ образование. გადახედეთ მის ოჯახს. Но посмотрите на его семью. ისინი არაფრით არ გამოირჩევიან სხვებისგან. Они ничем не отличаются от არ других. ვიცი, მისი დაძმები შეიძლება უწიგნურნი იყვნენ. Может быть, необразованные были და его братья и უკვირდათ კი, сестры. მაგრამ ეს მათი დაძმა არ არის, ამას საიდან აქვს?
ესეთი განსხვავებული სიბრძნე. Но они удивлялись, он же брат их, это же его братья Иисуса. ერთ-ერთი Откуда у него такая მნიშვნელოვანი мудрость? განმასხვავებელი ნიშანი იესოსი ეს იყო სიბრძნის სული, რაც მასზე იყო. И одно из отличающихся черт, которая была у Иисуса, это дух премудрости, который пребывал на нем. ღვთაებრივი სიბრძნე განსხვავდება ძვირფასებო ამ ქვეყნიური მიწიური сибრძნისაგან. Божественная мудрость, она всегда отличается от этой земной мудрости. დღევანდელ დღეს ღმერთი აი ამ სიბრძნეს აძლევს И ეკლესიას. сегодня Бог дает эту мудрость церкви. ჯერათ ამისი. Вы верите в это? კოლოსელთა წერილი პირველი თავი Колоссянам 1 глава, 27 და 28 მუხლები. 27-28 стихи. რომელთაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რომ არის რა არის ამ საიდუმლო სიმდიდრე ერებს შორის, რომელიც არის ქრისტე თქვენში. დიდების იმედი, რომელსაც ქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარმოადგინოს სრულქმნად ქრისტე იესოში. კოლოსელთა 1:27-28. По-моему, 26-28. Тайну, скрытую от веков и родов, ныне же открытую святым его, который благоволил Бог показать, какое богатство славы в тайне сей для язычников, который есть Христос в вас, упование славы. წარმოიდგინეთ, ქრისტე არისო ყოველ სიბრძნე. Представьте себе, и Христос есть мудрость, და ის თქვენშია. и Он в вас. და პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ ვასწავლით ყოველ ადამიანს ყოველგვარ სხვადასხვა სახის სიბრძნესო. И он говорит, что мы учим других людей разнородной мудрости. სხვადასხვა სახის სიბრძნეს. Разного рода мудрости учим. ასევე თუ ასაც ვასწავლით დღეს ეკლესიას. И то, что даже я учу сегодня церкви, ეს არის სიბრძნე. это мудрость, ეს არის სიტყვის გამოცხადება. это откровение ეს არის слова, სწავლება. это учение, რომ შენ გაქვს ძალაუფლება. что у тебя есть შენ власть, გაქვს ძალა. что у тебя есть რომ сила, შენში ცხოვრობს ქრისტე. что в тебе живет ეს არის Христос. ყველაზე დიდი სიბრძნე. И это самая большая რომ мудрость, ღმერთის სიტყვა არის ყველაზე დიდი სიბრძნე. что Божье Слово является самой большой და როგორც პავლე мудростью. მოციქული ეუბნება კორინთელებს. Апостол Павел говорит Коринфянам, მოდი ნახოთ პირველი კორინთელთა წერილი. это первое послание Коринфянам, პირველი თავის 25-დან 31-მდე. с 25 стиха по 31. ნახეთ, რადგან ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია. წარმოიდგინეთ, ღმერთში თუ არსებობს რამე უგუნურება, ადამიანებზე ბევრად უბრძენესიაო. და ღვთის სისუსტე ადამიანებზე უძლიერესი. ნახეთ, ძმებო, ვინ ხართ მოწოდებულნი? ბევრი არაა ხორცელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი, ან ბევრი არ არის წარჩინებული. არამედ წუთისობლის უმერცანი ამოარჩინა ღმერთმა, რათა შეარცხილოს ბრძენი. წუთისობლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხილოს ძლიერნი. დაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი და არარსებული, ანუ არარაობანი, რათა გააუქმოს არსებული. რომელიც ვერც ერთმა ხორცელმა რომ ვერ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე. მისგან ხარ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდაო ჩვენთვის სიბრძნეთ ღმერთისაგან, სიმართლეთ განწმენდად გამოსყიდვას, რათა იყოს როგორც წერია, ვინც იკვეხნის, უფლით დაიკვეხნოსო. Потому что немудрое Божие премудрее человека. То есть самая большая мудрость, которая есть, даже меньше не мудрость Божья, она выше. И немощное Божие сильнее человека. Посмотрите, братья, кто вы призваны. Немного из вас мудрых по плоти, немного сильных, немного благородных. Но Бог избрал немудрое мира, чтобы посрамить мудрых, и немощное мира избрал Бог, чтобы посрамить сильное. И знатное мира и уничиженное, и ничего не значащее избрал Бог, чтобы упразднить значащее, для того, чтобы никакая плоть не хвалилась перед Богом. От Него и вы во Христе Иисусе, который сделался для нас премудростью от Бога, праведностью и освящением и искуплением, чтобы было, как написано, хвалящийся хвалить Господом. Являемся ли мы здесь, которые обучены мудрости этого мира? მაგრამ დამიჯერეთ ის სიბრძნე და გონიერება, რაც თქვენზე დევს ნებისმიერ თქვენთაგაზე 10,000-ობით აღებათება ის სიბრძნე, რაც ქვეყნიერებაზე აქვს ხალხს. Но мудрость Божья и разумение Божье, которое на каждом из вас, оно намного превышает мудрость мирской. თუნდაც ის რომ დღეს თქვენ აქ ზიხართ და ისინი გარეთ დგანან, ეს სიბრძნეც კი აღემატება მათ. И то, что вы сегодня здесь сидите, а они стоят вне, то это уже превозносит იმიტომ это რომ мудрость ჩვენ выше აქ всего. ვისმენთ ღმერთის სიტყვას, რომელსაც ძალუცო თქვენი დაბრძენებაო, ასე ამბობს წერილი. Потому что здесь вы слышите Слово Божие, как написано, которое может умудрить вас, сделать мудрее. და თუ არ
ძალგით შეიცნო ღმერთის სიტყვით სიბრძნე, если ты не можешь познать კიდევ არის мудрость ერთი Божию через გამოსავალი. словом, есть еще один შეიძლება ამ выход. ქვეყნიურ ხალხთან მიხვიდე რაღაცა ბიზნესზე, რაღაცა ცხოვრებისეულ წესზე, კითხო და რაღაც რჩევა მოგცენ. Да, ты можешь пойти к людям этого мира, спросить о бизнесе какие-то советы или так далее. მაგრამ სიბრძნე, რომელსაც ღმერთი იძლევა, მას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეედრება. Но мудрость, которую дает Бог, с этим ничто не сможет сравниться. И ამიტომაც никто. ამბობს იაკობი, Поэтому и говорит Яков, რომ თუ ვერ მიიღე სიბრძნე, არ კმარა სიბრძნე, გაკლია რაღაც სფეროში სიბრძნე, если у тебя ты не получил мудрость или у тебя не хватает мудрости в какой-либо сфере, სთხოვოსო ღმერთს ყველასათვის უხვად და დაუყედრებლად მიმცემსო და მიეცემო. проси у Бога, дающего всем без упреков. ნახეთ, Ты даст ეკლესიაში, тебе. როდესაც ხარ, შენ განსხვავებული, განსაკუთრებული სიბრძნე გაქვს. Когда ты в церкви, у тебя есть отличающаяся особенная мудрость. იესო განსხვავდებოდა სიბრძნით. Иисус отличался мудростью. ეკლესიაც განსხვავდება И სიბრძნით. церковь также отличается мудростью. იესო განსხვავდებოდა ძვირფასებო იმით, რომ მას შეეძლო ცვლილებების მოტანა. Иисус отличался тем, что Он мог принести изменения. და იცით, რომ ეკლესიასაც შეუძლია ძალიან ბევრი ცვლილებების მოტანა. И также и церковь может принести много изменений. და მინდა ამ საკითხზე ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ და მალევე დავასრულებ. И я хочу немножко больше времени уделить этому вопросу, и мы в скором времени закончим. მეოთხე რაც შეუძლია ეკლესიამ მოიტანოს, რაც იესოს მოქონდა, ეს იყო ცვლილებები. Четвертое, то, что приносил Иисус, делал Иисус, и то, что может делать и приносить церковь, это изменения. იცით, რომ ზოგჯერ გვიჟანგდება ის გასაღები, რაც ღმერთმა მოგცა. Порой вы знаете, что тот ключ, который Иисус дал нам, он иногда ржавеет у нас. იმიტომ რომ зогჯერ ვერ გავითავისეთ, ვერ მივხვდით, ვერ ჩავწვდით იმ სიღრმეს თუ რა მოგცა ჩვენ ღმერთმა. Потому что мы не усвоили, не освоили, может быть, той мудрости, которую Бог дал нам. მათეს სახარების მე-16 თავში ვკითხულობთ. Мы читаем Евангелие от Матфея, 16 18 главе, და 19 მუხლები. 18-19 стихи. და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ჭერი ვერ დაძლევენ მას. მოგცევ ცათა სამეფოს გასაღებებს. და რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაში და რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაში. Я говорю тебе, ты, Петр, и на сем камне я создам церковь мою, и врата ада не одолеют ее. И дам тебе ключи Царства Небесного, и что свяжешь на земле, то будет связано на небесах, и что разрешишь на земле, то будет разрешено на небесах. შემოტევები იქნებაო ეკლესიაზე. Будут атаки на церковь. მაგრამ ეშმაკი და მისი ბჭენი ვერ დასწლევენ მას. Но дьявол и его врата не одолеют. არამედ პირიქითო. Но наоборот, ცათა სასუფევლის გასაღებებს გაძლევ. я даю тебе ключи Царствия Небесного, სამეფო Царствия Божьего. გასაღებებს. Я тебе даю царские გასაღებები ключи. რისთვის არის ძვირფასებო? Для чего нужны ключи? გასაღები იმისთვის არის, რომ კარებში, რომელიც დაკეტილია, გადაატრიალო და გააღო. Ключи нужны для того, чтобы открыть закрытые двери. და როცა რაღაცას გააღებ, ან ვიღაცა შემოვა, ან შენ შეხვალ შიგნით. И ты для чего открываешь, чтобы кто-то или вошел, или ты вошел ან сам. შეგიძლია დაკეტო კარები Или же ты можешь закрыть двери. და ვერავინ ვეღარ შემოვა И შიგნით. тогда уже никто не сможет зайти. და ბიბლია ამბობს, რომ ეს გასაღებები ღმერთმა გადმოგცა ჩვენ. И Библия говорит, что Бог передал нам эти ключи. Нам эти ключи. უფიქრდებით ძვირფასებო, რამ ხელა რამ გვაქვს მოცემული. Задумайтесь ли вы, дорогие мои, что нам дано? და ასე წერია, რომ დედამიწაზე, რასაც თქვენ დაკეტავთ, ზეცაშიც И დაკეტილი. написано, что то, что вы закроете на земле, будет закрыто на небесах. და რასაც дедамიწაზე თქვენ გახსნით, ზეცაშიც И გახსნილი. то, что вы откроете на земле, будет открыто на ანუ небесах. ზეცას ეკნება ის რეაგირება, რა რეაგირებასაც ამ გასაღებებით ჩვენ გავაკეთებთ. То есть у небес будут реакции на то, что мы будем делать этими ключами. რა არის ეს გასაღებები? Что же эти ключи? მათეს ახარება მე-18 თავი. Матфея, 18 глава, 18-20 მუხლები იესო აგრძელებს ამ გასაღებებზე საუბარს. 18 и 20 стихи. Иисус ჭეშმარიტად გეუბნებით продолжает. თქვენ, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაში შეკრული იქნება, რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ ორი თქვენთაგანი შეთანხმდება დედამიწაზე, ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათო მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია. ვინაიდან სადაც არ 2-3-ია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარო.
Истинно говорю вам, что вы свяжете на земле, то будет связано на небе, и что разрешите на земле, то будет разрешено на небе. Истинно также говорю вам, что если двое из вас согласятся на земле просить о всяком деле то, чего бы ни попросили, будет им от Отца Моего Небесного, ибо где двое или трое собраны во имя Мое, там я посреди них. რასაც დედამიწაზე შეკრავთ. Что вы свяжете на земле, სხვა სიტყვებით მე ესო თქვა, ანუ რასაც 2 ან 3 ადამიანი შეთანხმდება, შეიკურებიან და ნებისმიერ რამეს ითხოვენ დედამიწაზე, другими словами, то, о чем согласятся или свяжутся или соединятся двое людей о каком-либо деле на земле, ცოტა ხანი აბა ეცადეთ რომ გავიაზროთ რამ ხელა რამ მოგცა და მოგვანიჭა ღმერთმა. просто некоторое время постарайтесь осмыслить, что же дал нам Бог. კარგით, ეხლა რამოდენიმე მაგალითს მოგიყვანთ და უცბად მიხვდებით. Я приведу вам несколько примеров, и вы сразу поймете. გახსოვთ, როდესაც დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს. Вы помните, когда Даниил был брошен в ров со львами, მან რა გააკეთა ლოცვის მეშვეობაში? что он сделал посредством молитвы? იქნა თუ არა დახსნილი? Был ли он спасен? ელიამ კაცმა, რომელმაც ლოცვითი ლოცაო წერია და 3 წელიწად ნახევარი დაახშო ისრაელის თავზე წვიმა. Илья, который был подобный нам человек, он помолился, и небо закрылось на 3,5 года. დანიელმა, რომელმაც წაიკითხა წიგნში და ნახა რომ 70 წლის შემდეგ ისრაელი უნდა განთავისუფლებულიყო, მისი ლოცვის შედეგად ამხელა იმპერიას დაუპირისპირდა და მისი ლოცვის შედეგად ისრაელი განთავისუფლებული იქნა ბაბილონის წყობიდან. Даниил прочел, что через 70 лет Израиль должен быть освобожден от рабства, и он этим самым противостал целой такой сильной империи, могущественной империи, и посредством его молитвы Бог освободил свой народ из плена. გაიხსენეთ საქმე მოციქულთა მე-12 თავი, როდესაც ეკლესია შეთანხმდა და ლოცულობდა პეტრეს ციხიდან განთავისუფლებას. Деяния апостолов, 12 глава, когда церковь, она согласилась молиться за Петра, который сидел в тюрьме. ნახეთ, შეთანხმდა ეკლესია და ისეთი სასწაული მოხდა, რა გელოზე ჩამოვიდა, ციხის კარებები გაიღო და პეტრე თავისუფლად გამოვიდა ტყვეობიდან. И церковь согласилась, они молились, и произошло чудо, что ангел сошел, двери темницы открылись, он вывел Петра из этой темницы. ხვდებით ძვირფასებო, რამ ხელაცვლილებების მოტანა შეგვიძლია თუ მინიმუმ 2 ან 3 კაცი შეთანხმდება დედამიწაზე. Представьте себе, дорогие мои, какие изменения могут прийти, если двое из нас согласятся о чем-либо. ერთი 1000 განდევნისო და 2 2000, ამენ? Один изгонит 1000, а двое 2000. 2 10,000 განდევნისო. Двое 10 000. ანუ გაცილებით მეტი შეუძლია 2 ადამიანს, რომელიც შეთანხმდება. Двое могут сделать намного больше, двое, которые согласились. ძვირფასებო, ჩვენ ზოგჯერ ვერ ვიაზევთ ბოლომდე რაოდენ დიდი ძალა აქვს შეთანხმებულ ლოცვას. Мы порой до конца не осознаем, на какую силу имеет молитва რამ согласия. ხელა რეზონანსების გამოწვევა შეგვიძლია და ცვლილებების გამოწვევა თუ კი შევთანხმდებით. Какие резонансы мы можем вызвать, какие изменения мы можем вызвать посредством молитвы согласия. და გახსოვთ ესე უნებოდა რომ თუ ამთას თუ რწმენა გექნება ღვთაებრივი და ამთას ეთქვიო გადაიწიე. Помните, Иисус говорит, что если будете иметь веру Божию и скажете горе сей, поднимись и вверх море, მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია. написано, для верующего все возможно. მორწმუნისთვის იმ რწმენით რაც მოგცა ეკლესიას ღმერთმა ყველაფერია Той შესაძლებელი. верой, которую Бог дал церкви, вот этой верой верующему все არაფერია возможно. შეუძლებელი როცა გწამს. Ничего нет невозможного, если ты თების веришь. გადაადგილება შეგიძლია. Ты даже можешь передвигать ცის დაკეტვა და горы. გახსნა შეგიძლია. Можешь закрыть небо წყალზე и სიარული открыть. შეგიძლია. Можешь ходить по воде. აბობოქრებული ზღვის დაწყნარება Ты შეგიძლია. можешь утешать бурю. ეშმაკების გამდევნა Ты შეგიძლია. можешь изгонять бесов. იმიტომ რომ ღმერთმა მოგცა ეს გასაღებები. Потому что Бог дал тебе эти ключи. და ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა. И это наша ответственность. ეკლესიის პასუხისგებლობა. Это ответственность რომ церкви. ეს გასაღებები эффектურად გამოვიყენოთ. Чтобы мы эффективно использовали эти ключи. და ბოლოს და დავამთავრებ. И последнее, и я закончу на этом. ყველაზე მთავარი. Самое главное. რა ქონდა იესოს ისეთი, რაც არ ქონდა სხვას. Что же было у Иисуса, чего не было у других? იოანეს სახარება მე-6 თავი. Это 6 глава Евангелия от Иоанна, 67 და 68 მუხლები. 67 и 68 стихи. უთხრა 12 იესომ, თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? მიუგო იესომ სიმონ პეტრემ და უთხრა, უფალო, ვიღასთან წავიდეთ, საუკუნოს ცოცხლის სიტყვები
შენა გაქვს. Тогда Иисус сказал 12, не хотите ли и вы отойти? Симон Петр отвечает ему, Господи, кому нам идти? Ты имеешь глаголы вечной жизни. იესო იყო ერთადერთი, ვისაც საუკუნო სიცოცხლის სიტყვები ჰქონდა. Иисус был единственным, кто имел слова вечной жизни. იესოს სიტყვებს შეეძლო ადამიანების გადარჩენა და საუკუნო ცხონებაში მიყვანა. Слова Иисуса могли спасти людей и довести до вечной жизни. დღევანდელ დღეს აი ამ სიტყვის საუკუნო სიცოცხლის სიტყვის გადაგება მიცემული აქვს ეკლესიას. И сегодня проповедь вот этой вечной жизни дана церкви. ამიტომაც თქვა იესო მათეს 28 თავში, რომ მოცემული მაქვს მე მთელი ძალაუფლება ცაში და დედამიწაზე და წადით და იქადაგეთ სახარება. И поэтому Иисус сказал в Матфея 28 главе, что дана мне всякая власть на небе и на земле, и поэтому идите и проповедуйте. ხოლო მარკოზის სახარებაში წერია და ვინც ირწმუნებს გადარჩება. И Марка написано, кто уверует, спасется. და წავიდნენ ისინიო და ქადაგებდნენ ყველგან და უფალი შეეწეოდაო მათ და განათკისებდაო სიტყვას თამდევი ნიშნებით. И они шли и проповедовали, а Господь подтверждал проповедь их последующими знамениями. დღევანდელ დღეს გადარჩენის სიტყვის მატარებელი მხოლოდ და მხოლოდ ეკლესია. Сегодня носителем слова спасения является только лишь ანუ церковь. ყოველივე ის ხუთი ნიშანი, რითაც იესო გამოირჩეოდა სხვა ადამიანებისაგან. Все те 5 знамений, которыми Иисус отличался от всех других людей. მოდი უბრალოდ წარმოვიგოთ, რომ იესოს წავართვათ ძალაც, ძალაუფლებაც, Представьте себе, если мы отнимем у Иисуса власть и силу, წავართვათ სიბრძნეც, отнимем мудрость, წავართვათ ცვლილებების ძალაუფლებაც отнимем власть к изменениям და საუკუნო სიცოცხლის სიტყვებით. и слова вечной жизни, ვინ დარჩება? тогда кто останется? არაფრით არ გამოირჩევა სხვა მოკვდავი Тогда он ადამიანისგან. ничем не будет отличаться от других смертных. მაგრამ როცა ის ამ ხუთ რამეს ატარებდა Но ძვირფასო. когда он был носителем этих 5 вещей, აი ამიტომაც იყო სწორედ რომ პეტრეს კარებთან შეკრებილი იყო მთელი ქალაქი. вот и по этой причине у дверей дома Петра был собран весь იმიტომ რომ город, პეტრეს სახში იყო ვიღაც, потому что в доме Петра был ვისაც некто, ჰქონდა ძალაუფლება, кто имел власть, ვისაც ჰქონდა ძალა, кто имел силу, ვისაც ჰქონდა სიბრძნე, у кого была ვისაც мудрость, შეეძლო ცვლილებების მოტანა тот, который мог принести და ვისაც ჰქონდა изменения, საუკუნო სიცოცხლის ситყვები. и у которого были слова вечной Спасибо. жизни. ჩვენი ეკლესია, Дорогие мои, наша церковь, ეს ეკლესია это церковь, და თითოეული თქვენთაგანის სახლის კარები и двери каждого из нас უნდა იყოს должны быть ის ადგილი, тем местом, სადაც ხალხ შეიძლება მიუთითოს. на которые люди могут указать, აი აქ არის ძალაუფლება, вот здесь власть, აი აქ არის ღმერთის ძალა, вот здесь Божья აი აქ сила, არის ღმერთის სიბრძნე. вот здесь Божья აი мудрость. თუ ეს ხალხი შეთანხმდება და ილოცებს, И если вот эти люди согласятся, ყველაფრის გამოწვევა შეუძლიათ. они могут вызвать все. კარებებს დაკეტიან და გახსნიან. Они закроют двери и откроют двери. ნიდაი ბოგ, ღმერთმა არქნას. ღმერთმა არქნას. თუ მათ ილოცეს, Если они помолятся, სუდად იქნება თქვენი საქმე. дело будет плохо. სამსახურში უკვე ეშინიათ ხოლმე როცა ვამბობ. И на работе уже порой боятся, когда я говорю. გინდათ რომ შევცვალო მეთქი სიტუაცია. Хотите, я изменю ситуацию? არ არის პრობლემა, ვილოცებ მეთქი. Нет проблем, я помолюсь. თავიდან არასერიოზულად იგებდნენ. Вначале они воспринимали несерьезно это. მაგრამ როცა უთხარი ამაზე ვილოცე და შეიცვალა Но სიტუაცია. когда я говорил, что я молился за это, и ситуация მე მეორე изменилась. საკითხზე თქვი, გინდათ ვილოცებ და შეიცვლება. И потом я говорю, хотите, я помолюсь за это ვილოცე და изменится. შეიცვალა. Помолился и изменилось. გინდა კიდე ვილოცო მეთქი. И я говорю, хотите еще შენი помолюсь? ჭირიმე მეტი აღარ ილოცო. Генацвали, не молись больше. იმათაც კი დაიჯერეს რომ მართლა შემეძლო ლოცვით რაღაცების Даже გამოწვევა. они поверили, что молитвой я могу что-то изменить. ზოგჯერ ჩვენ არ გვჯერა იმის თუ რა შესაძლებლობები არის ჩვენს ხელში. Порой мы не верим в то, какие возможности есть у нас. იცი ზოგჯერ ხანდახან ხუბრობ ხოლმე ისეთ რაღაცას წერ ხოლმე რომ მე მაგას Иногда я шучу, когда пишу такое, вот я покажу. არ მალოცოთ. Не Тувилоце. доводите до სუდად იქნება молитвы. იცოდეთ მაგის ისახი. Если я помолюсь, плохо дело будет у него. პიროვნებას არ გულისხმობ. Я не личность имею в виду. პრობლემებზე ვლაპარაკ. Я говорю о проблемах, ავადმყოფობაზე ვლაპარაკ. о болезнях говорю, გამოწვევებზე о ვლაპარაკ. вызовах. გაბედულად უნდა შეგვეძლოთ ვიფასებო თქმა. Мы должны смело сказать и დიახ, говорить, ეს არის სახლი და ამ სახლს აქვს კარი, у этого дома есть двери, это дом, რომელშიც ცხოვრობს ის ადამიანი, в котором живет тот человек, ვისაც აქვს ღვთაებრივი ძალაუფლება, у которого есть божественная ვისაც აქვს власть, ღვთაებრივი ცხებულება, божественное ვისაც არის помазание, ღმერთის სული, на котором есть Божий Дух, ვის ლოცვასაც შეუძლია რეზონანსის გამოწვევა. чьи молитвы могут вызвать თავისი резонанс. ფაგებიდან შეგიძლია საუკუნო სიცოცხლის სიტყვების მოსმენა. И ты можешь услышать
слова вечной მე жизни. მჯერა რომ с ეს его уст. ეკლესია არის ასეთი. И я верю, что эта თუ церковь სადმე такова. მოიკოჭლეთ, Если мы где-то хромаем, მაშინ ეს გამოწვევაა. тогда это вызов. უბრალოდ უნდა დაუბრუნდეთ აი ამ საწყისებს. Тогда мы должны вернуться к этим და началам. გავითავისოთ. И мы должны освоить, ვინ ვართ? кто мы, რანი ვართ ქრისტეში? кто мы во რისკენ Христе, მოგვიწოდა უფალმა? к чему призвал нас Господь. და რა ძალაუფლების მატარებლები И ვართ? носителями какой власти являемся мы. ამენ. Аминь. ამენ. Аминь. მე მინდა რომ ვილოცოთ. Я хочу, чтобы мы помолились. იმედია რომ მუხლებ არ დაგღალათ, Надеюсь, что вы не устали. მაგრამ ჯერა Но я верю, რომ თუ გავიაზრებთ ყოველ ნათქვამს, что если мы осмыслим все, что было сказано, ღმერთს შეუძლია ძალიან დიდი გამოგვიძების მოტანა. Бог может принести большое пробуждение. იცით, ნიშნულობა არ აქვს, რომელ კარტან შეიკრიბება ხალხი. Не имеет значения, у каких дверей будут собраны люди. თავარი არ არის სახლი ძვირფასები. Не самое главное дом. იესო უდაბნოში იყო და ხალხი უდაბნოში გადიოდა Иисус მასთან. даже в пустыне находился, и люди к нему выходили იესო туда. ზღვაზე იყო ნავთან და ნავის ირგვლივ იკრიბებოდაო ხალხი Иисус მასთან. был в море, и написано, что там на берегу собирались თავარია люди. იცოდე რომ რაც სული არის, შეზე რაც ხებულება არის. შეზე. Самое главное, ты должен понимать, какой дух на тебе, какое помазание. და უბრალოდ საჭირო არის მიძღვნა, И просто нужно посвящение, უფლისული თავსება наполнение Духом Божьим და რწმენა. и вера. მიძღვნა, Посвящение, უფლისული თავსება, наполнение Духом Да, Божьим рцмена. и вера. როცა მიუძღვნი თავს, Когда ты посвятишь себя, გაითავისებ, тогда ты осознаешь, Роис Аришени освоишь, Моцодева. что это твое призвание. რომ ის სული რაც შენზე არის. Что тот дух, который ამ на тебе, სულ ყოველთვის სავსე უნდა იყო ты должен быть всегда полон этим духом. და დაიჯერებ, И тогда поверишь, რომ წმინდა წერილი მოქმედი არის. что Святое Писание, И оно что действенно, цхалия. оно და живое. ღმერთი მზად არის ძლიერად გამოგიყენოს. И тогда Бог может и Да, желает аминь. тебя сильно использовать. დამიჯერეთ, Поверьте мне, მოსვენება არ გექნება. тогда у тебя не будет покоя. თქვენ სახლის კარები შეიძლება აღარც ეკიდოს, ისე შემოგიმტრიონ და შემოგინგრიონ. Может быть, уже дверей у твоего дома больше не შეიძლება будет. ჭერიც აგიხადონ. Может быть, и крышу შეიძლება разберут. მანქანაში შემოგიხდენ. Может быть, даже запрыгнут შეიძლება тебе за გზაშიც გაგაჩერო. машину или остановят по дороге. იმიტომ რომ გიცნობენ, Потому что знают რომ შენ тебя, არ ხარ ჩვეულებრივი. что ты не შენ простой, გასხოვებული ხარ. что ты особенный, უფლისულია შენზე. и Дух Божий на მისი тебе, ცხებულება არის. и Его помазание на тебе. ჰალელუია. Аллилуйя. მადლობა ღმერთო. Спасибо იმ Божье მოწოდებისთვის, за то იმ призвание, ცხებულებისთვის, за то помазание, იმ პასუხისგებლობისთვის, за ту ответственность, იმ სულისთვის, за тот дух, იმ რწმენისთვის, за ту веру, რაც დევს შენს ეკლესიაზე, которая на твоей შენს церкви, სხეულზე. на твоем ჩვენ теле. ვართ ის ხალხი ღმერთო, Боже, мы те люди, ვისაც შენ უბოძე ეს ძალაუფლება, которым ты даровал это ვის თავზეც არის ეს помазание, ცხებულება, на ком есть твое помазание, ვისაც არის ეს სიბრძნის სული ღმერთო, на ком есть этот дух ვისაც მიეცი ღმერთო ცათასასწრაფოების გასაღებები веры, тем, кому ты дал ключи от Царствия Божьего, და ვისაც მიანდე ღმერთო საუკუნო სიცოცხლის и სიტყვები. кому ты даровал слова вечной жизни. ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს ქვეყნიერებისგან. Это то, что нас отличает от ეს этого არის мира. ის, რითაც ღმერთო შენს ეკლესიაში შენ იზიდავ ხალხს. Это то, чем ты привлекаешь людей в მე церковь. გთხოვ ცოცხალო ღმერთო, Я прошу тебя, живой Бог, მოვიდეს განახლება, пусть придет обновление, მოვიდეს სწორი ხედვა, пусть придет правильное მოვიდეს видение, სულში გაზდა, пусть придет მოვიდეს рост в სულით духе, აღსილება, наполнение в მოვიდეს ეს духе. განახლების სული თითოეულ ჩვენთაგანს, Пусть придет это дух обновления რომ на каждого დავინახოთ из ჩვენი нас, როლი და ჩვენი ფუნქცია, чтобы мы увидели нашу роль и нашу დავინახოთ ჩვენი функцию, ადგილი увидели наше და место გწამდეს, и верили რომ ეს бы, გასაღებები ჩვენს ხელში არის, что эти ключи в наших რომ руках, გავლენის სფეროები ჩვენს ხელში არის. что сферы влияния в наших მე руках. ვაკურთხებ ეკლესიას Я благословляю церковь, და იყოს კურთხეული ღმერთო и да будет და благословена ეფექტური. აი ამ ხუთი საკითხის გამოყენებაში в использовании этих 5 вещей იესო ქრისტეს во სახით. имя Иисуса Христа. მადლობა დღევანდელი დღისთვის Спасибо за сегодняшний და день სიტყვისთვის. и за слово. და მთელი დიდება გქონდეს შენ. И вся слава да будет тебе. ერთადერთ ცოცხალ ღმერთს, Единому живому Богу, წმინდა სამებას, Святой Троице, მამას, ძეს და სული Отцу, წმინდას. Сыну и Духу Святому. ამინ. Аминь. ამინ. Аминь. ბოდიჩით რომ გადავაცილე 10 წუთი, Извиняюсь, что 10 минут больше, მაგრამ ჯერა რომ უფალს თავისი სიტყვა ქონდა თითოეულ но ჩვენთაგან. я верю, что Господь имел слово для каждого из вас. უფალმა გაკურთხოთ